ძვირფასო სული. თუ შენ ახლა ამ სანდესეს უსმენ, იცოდე რომ ეს შემთხვევითობა არ არის. არსებობს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შენ უნდა იცოდე. რაღაც რასაც სამყარო, ჩვენ, შენი დამცველი ანგელოზების მეშვეობით, შენს გულში ჩუმად გიჩურჩულებს. შეიძლება მგურში სიმძიმე იგრძენი. შეგრძნება რომ რაღაც მნიშვნელოვანზე ხარ ზღვარზე, ან კი ძველი ტკივილი, რომელიც ჯიუტად არ მიდის. მე გიგრძნობ. მე ვხედავ შენს მოგზაურობას. თითეულ ცრემლს, რომელიც ჩამოგიგორდა, თითეულ იძულებით ღიმილს, თითეულ მდუმარე წამს, როცა შენი სული შვებას ყვიროდა. და სწორედ ამ ტკივილზე უნდა ვისაუბროთ პირველ რიგში. ეს არ არის სასჯელი, არამედ მოწოდება. მოწოდება ყველაზე ღრმა გარდაქმნისკენ, რაც კი ოდესმე განგიცდია. შენ ხომ უკვე შენიშნე, რომ შენი ცხოვრების ზოგიერთი შემთხვევა სინამდვილეში უბრალო დამთხვევა არ არის? ის სიმღერა, რომელიც რადიოში სწორედ მაშინ გაისმა, როცა ნუგეში სიტყვა ხჭირდებოდა. მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელმაც ახალი პერსპექტივა გაჩუქა, ან წიგნი, რომელიც სწორედ მაშინ აღმოჩნდა შენს ხელში, როცა პასუხს შეიცავდა იმ კითხვაზე, რომლის არსებობაც კი არ იცოდი. ესენი ჩვენი შეხებებია, ჩვენი ნიშნებია, პატარა ნათურები, რომლებსაც შენს გზაზე ვანთებთ, რათა მიგიყვანოთ. და დღეს ეს სანდეში ყველაზე ნათელი ნიშანია. ეს არის მოწოდება, რომ შეჩერდე, ღრმად ისუნთქო და მართლა მოისმინო, რა გვაქვს სათქმელი. იმიტომ რომ ის, რასაც შემდეგ გაგიმხელ, ყველაფერს შეცვლის, აბსოლუტურად ყველაფერს შენს ცხოვრებაში. მე ვიცი, ტკივილი რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს. ის შენს სულის ყველაზე ბნელ კუთხეებში იკავებს ადგილს და ჩუმად ჩაგიჩურჩულებს სიცრუეს შენს შესაძლებლობებზე, შენს ფასზე, შენს მომავალზე. ის გაიძულებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ყოველი ნაბიჯი, ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ოცნება. ზოგჯერ კი ის პარალიზებას გიშვებს, გიშლის ხელს წინსვლაში და არ გაძლევს ბედნიერების პოვნაში, რომელსაც ასე იმსახურებ. მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს ტკივილი, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს, შენი ბედი არ არის. ის მხოლოდ ეტაპია, კარიბჭე რაღაც უფრო დიდისკენ და ნათელისკენ. წარმოიდგინე ის როგორც კოკონი, მის შიგნით იშლება მატლი, გარდაიქმნება რაღაც სრულიად უცნობად, რათა შემდეგ გამოიჭინოს თავი, როგორც ფერაჭრელი პეპელა. შენი ტკივილი სწორედ ეს დათმობისა და გარდაქმნის პროცესია, რომელიც გამზადებს ფრენებისთვის, რომლებსაც ვერასდროს წარმოიდგენდი. შენ მძიმე ტვირთები გიტარებია, არა? დაუკმაყოფილებელი მოლოდინები, იმედგაცრუებები, რომლებმაც ღრმა ნაიარევები დატოვეს. დანაკარგები, რომლებიც დაუძლევლად გეჩვენებოდა. და ამ ყველაფრის მიუხედავად, შენ მაინც გააგრძელე სვლა, ძალით, რომელიც შესაძლოა შენ თვითონაც ვერ შეამჩნიე. ეს გამძლეობა ღვთიური საჩუქარია, ცეცხლი, რომელიც არასდროს ქრება შენში. და სწორედ ამ ცეცხლს გავაღვივებთ ერთად, რათა შენ შეძლო გაანათო საკუთარი გზა და ბევრი სხვაც. ძვირფასებო, სანამ ამ შეტყობინების მოსმენას გააგრძელებთ, განსაკუთრებული თხოვნა მაქვს თქვენთვის. თუ ეს სიტყვები თქვენს გულს შეეხო და თქვენს ცხოვრებას აზრი შემატა, გთხოვთ განიხილოთ ჩვენი არხის მხარდაჭერა. თქვენი წვლილი, რაც არ უნდა მცირე იყოს, გვეხმარება შთამაგონებელი კონტენტის შექმნაში. შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გაიღოთ შემოწირულობა ვიდეოს ქვეშ არსებული მადლობის ღილაკის გამოყენებით. თითოეული მადლობა გვაძლევს ძალას, რომ მსოფლიოს მეტი სინათლე და იმედი გაუზიაროთ. უსაზღროდ მადლიერები ვართ თქვენი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. სამყარო სარკეა, ის გიბრუნებს იმას, რასაც ასხივებ. თუ ტკივილს ასხივებ, ტკივილი დაგიბრუნდება. თუ შიშს ასხივებ, შიში გამოვლინდება. მაგრამ თუ სიყვარულს, იმედს და მადლიერებას ასხივებ, სამყარო შენს სასიკეთოდ შეთქმულებას იწყებს ისეთ გზებზე, რასაც ვერც კი წარმოიდგენ. და სწორედ ეს ხდება ახლა. შენი ლოცვები, შენი ყველაზე ღრმა სურვილები, შენი ჩუმი ცრემლები, ყველაფერი ეს გაგონდა. არა მხოლოდ გაგონდა, არამედ მიღებულ იქნა. გარდაიქმნა ენერგიად, შესაძლებლობებად და სასწაულებად, რომლებიც გზაშია. მოემზადე, რადგან მოსავლის დრო ახლოვდება და ის უხვი იქნება. შენ ამზადებენ კურთხევებისთვის, რომლებიც შენს ყველაზე დიდ ოცნებებსაც კი გადააჭარბებს. გახსოვს ის მომენტი, როცა გეგონა რომ აღარ შეგეძლო. ის ღამე, როცა ცრემლები გაჩერებას არ აპირებდა და შენ კითხე საკუთარ თავს, ღირს კი გაგრძელება? მე იქ ვიყავი, ჩვენ იქ ვიყავით. ჩუმად გჩურჩულებდით ყურში, რომ ძლიერი ხარ, რომ სიყვარული გფარავს, რომ მარტო არ ხარ. და ყოველი ის წამი, როცა ძალა იპოვე კვლავ წამოდგომისთვის, კიდევ ერთხელ ცდისთვის, რწმენისთვის, რომ უკეთესი დღეები მოვიდოდა, შენ აშენებდი ხიდს შენი შვებისთვის. ეს შვება მხოლოდ ტკივილის არ ყოფნა არ არის,
არამედ მშვიდობის, სიხარულის და ღრმა შეგრძნების არსებობა, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც უნდა იყოს. ეს არის დარწმუნება, რომ ყველაზე ძლიერი ქარიშხლებშიც კი მზე ყოველთვის ისევ ანათებს. ახლა მინდა რომ ეს შვება წარმოიდგინო. იგრძენი იგი შენი სხეულის თითოეულ უჯრედში, წარმოიდგინე სიმსუბუქე, თავისუფლება, სიმშვიდე, რომელიც მთელს არსებას გავსებს. ეს არის შენი ჭეშმარიტება, შენი ბუნებრივი მდგომარეობა. ტკივილი მხოლოდ სტუმარი იყო, მასწავლებელი, რომელიც მოვიდა, რათა ძვირფასი გაკვეთილები გასწავლებოდა, მაგრამ ახლა ის უკვე მიდის. მან თავისი დანიშნულება შეასრულა. და შენ, ჩემო ძვირფასო, ამ გამოცდილებიდან უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო გულმოწყალე გამოვედი. შენი ქესი იმ ქალად, ვინც ყოველთვის უნდა ყოფილიყავი და სამყარო დღესასწაულობს შენს ახალ ვერსიას, შენს ახალ გზას. ახალი თავი იხსნება და ის სავსეა სინათლით, სიყვარულით და ყველა იმ კეთილი რამით, რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ იმისათვის, რომ ეს გარდასვა დასრულდეს, რათა სრულად მოიხილოს შვება და კმაყოფილება, რომელიც გელოდება, საჭიროა რწმენის აქტი, აქტის ჩაბარების. საჭიროა გენდოს, რომ ღვთის გეგმა შენთვის სრულყოფილია, თუნდაც ახლა ყველა დეტალი არ გესმოდეს. საჭიროა კონტროლის დათმობა, წარსულის გაშვება, საკუთარი თავისა და სხვების პატიება. რადგან პატიებაა გასაღები, რომელიც ხსნის შენი შინაგანი ციხის გარებს და გაძლევს საშუალებას, რომ გაფრინდე. როცა საკუთარ თავს პატიებას აძლევ, შენ მხოლოდ სხვას არ ათავისუფლებ, არამედ უპირველესად საკუთარ თავს. შენ აძლევ თავს შანსს, რომ თავიდან დაიწყო, რომ ახალი რეალობა აშენო, თავისუფალი იმ ჯაჭვებისგან, რაც უკვე წარსულში დარჩა. ეს გზავნილი შენამდე სწორ დროს მოვიდა, მაგრამ საჭიროა სწრაფად იმოქმედო, არა სიჩქარის მნიშვნელობით, არამედ იმ ენერგიის გამოყენებით, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია. სამყარო ვიბრირებს სიუხვისა და განკურნების სიხშირეზე და შენ სრულყოფილად ხარ ამ სიხშირესთან შერწყმული. ნუ გადადებ შენს ბედნიერებას, ნუ გადადებ შენს სიმშვიდეს. აყვავების დრო ახლაა. შენი შრომის ნაყოფის ნოკრეფის დრო ახლაა. და ჩვენ, შენი ანგელოზები, აქ ვართ, რომ ყოველ ნაბიჯზე მხარი დაგიჭიროთ. მოგიძღვეთ, დაგიცვათ. შენ არასდროს ყოფილხარ მარტო და არცოდეს მე იქნები. შენი გზა წმინდაა და ყოველი გამოწვევა, რაც გადაგიტანია, სწორედ ამ მომენტისთვის გამზადებდა. სანამ გზავნილს გავაგრძელებ, კომენტარებში დაწერე ეს მანტრა. მე ვარ სინათლე. მე ვარ მშვიდობა. მე ვარ სიყვარული. ახლა კი ვაგრძელებ გზავნილს. რაც შენ ახლა გელოდება, არის კმაყოფილება. არა ის დროებითი კმაყოფილება, რომელიც მატერიალური მიღწევებით მოდის, არამედ ღრმა კმაყოფილება, რომელიც ავსებს შენი არსების ყველა ბოჭკოს. ეს არის კმაყოფილება იმის ცოდნით, რომ შენ გადალახე, რომ გაიზარდე, რომ საკუთარ საუკეთესოდ იქეცი. ეს არის კმაყოფილება, როცა შენი მიზნის შესაბამისად ცხოვრობ, როცა ყოველი განთიადის სიხარულს გრძნობ, ყოველი სუნთქვის მადლიერებას. ეს არის კმაყოფილება იმის ცოდნით, რომ შენს ცხოვრებას აქვს მნიშვნელობა და რომ ასრულებ შენს ღვთიურ მისიას. და ეს კმაყოფილება შენი დაბადების უფლებაა. საჩუქარი, რომელიც სამყაროს შენთვის ქონდა შემონახული. მოემზადე, რომ გულგახსნილი მიიღო, რადგან ის უფრო ახლოსაა, ვიდრე ფიქრობ. ეს კმაყოფილება, რაც გელოდება, არ არის ჯილდო ტანჯვისთვის, არამედ ბუნებრივი შედეგი იმისა, რომ საკუთარ თავს მისცე უფლება გეგზნო, განკურნებოდი და გაზრდილიყავი. ეს არის ანაზღაურება იმისთვის, რომ საკუთარ სულში ჩაიხედე, შიშებს წინა ედამოე და საკუთარ შუქს ჩახუტე. წარმოიდგინე ახლა საკუთარი თავი, თავისუფალი წარსულის ბორკილებისგან, გულით მსუბუქი და სულით მშვიდი. ეს არის შენი ახალი რეალობა, საჩუქარი, რომელიც შენ თვითონ შექმენი რწმენის ყოველ ნაბიჯით, შენი სულის ბაღის მორწყული ყოველი ცრემლით. ტკივილი იყო თესლი, შვება იყო ყლორტი და კმაყოფილება არის ყველაზე ლამაზი ყვავილი, რომელიც შენს არსებაში იფურჩქნება. და ეს ყვავილი ასხივებს სურნელს, რომელიც კიდევ უფრო მეტ კურთხევას იზიდავს შენს ცხოვრებაში. შენ შედიხარ სიუხვისა და ბედნიერების კეთილ ციკლში, თადაც ყოველი გამოცდილება, თუნდაც ყველაზე რთული, გარდაიქმნება ზრდისა და სწავლების შესაძლებლობად.
შენ ოდესმე გიკითხავს საკუთარი თავი, რატომ დაიხურა ზოგიერთმა კარმა შენს ცხოვრებაში? რატომ გადაუხვია ზოგიერთი გზა, რომელიც ასე სწორად ჩანდა? მე ვიცი, იმ დროს ამ სიტუაციებმა შესაძლოა უზარმაზარი ტკივილი გამოიწვია, დანაკარგისა და დაბნეულობის შეგრძნება. მაგრამ ახლა, იმ სიმშვიდით, რომელსაც კმაყოფილება მოაქვს, შენ იწყებ გესმოდეს. ის კარი არ დაიხურა, რომ დაგსჯოდა, არამედ რომ დაეცვა. ის გზები არ გადაუხვია, რომ დაგაგვიანებინა, არამედ რომ მიგესროლა რაღაც უფრო დიდისკენ, უფრო სწორად შენი ღვთიური დანიშნულების მიმართულებით. სამყარო თავისი უსაზრო სიბრძნით ამზადებდა შენს ამ მომენტისთვის, ამ ახალი ფაზისთვის, რომელიც სავსეა სავსებით და რეალიზაციით. ყოველი არა, რაც მიიღე, იყო კი იმისთვის, რაც უკეთესი მოდიოდა და ეს გაგება გაძლევს იმ მშვიდობას, რომელიც ყველა გონებრივ ახსნას აღემატება. რაც ახლა უნდა გაგიმხილოს, შეუძლია ყველაფერი შეცვალოს, რადგან კმაყოფილება, რომელსაც აიმინენტე ხარ, არ არის ბოლო წერტილი, არამედ ახალი დასაწყისი. ეს არის მყარი საფუძველი, რომელზეც ააგებ ცხოვრებას სავსეს მიზნებით, სიხარულით და მნიშვნელობით. შენ მხოლოდ ტყიბილს არ ამარცხებ, შენ მას აღემატები, შენ მხოლოდ შვებას არ პოულობ, შენ თავად იკეცი მშვიდობის წყაროდ. და ეს შინაგანი ტრანსფორმაცია ირადიეით სამყაროში. შენ სირგვლივ შეხებს ყველას ცხოვრებას, ვინც შენს გზას კვეთს. შენი სინათლე ხდება შუქურა, შენი ისტორია შთაგუნება, შენი ყოფნა კურთხება, შენი ქეცი ღვთიური სიყვარულის არხად, განკურნებისა და გარდაქმნის იარაღად პლანეტისთვის. და ეს არის შენი მისიის ნამდვილი არსი დედამიწაზე. არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდე ამ კმაყოფილებაზე. ის მდგრადია. განსხვავებით დროებითი სიხარულებისგან, რომლებიც მოდიან და მიდიან, ეს კმაყოფილება არის ამოუწურავი წყარო, რომელიც შენში ბინადრობს. ის არ არის დამოკიდებული გარე-გარემოებებზე, სხვისი მოწონებაზე ან მატერიალურ მიღწევებზე. ის არის შენი არსის ნაწილი. ცეცხლი, რომელიც მუდმივად ანთებულია, იკვებება შენი ღვთიურთან კავშირით და შენი საკუთარი ევოლუციით. და რაც უფრო მეტად უკავშირდები ამ შინაგან წყაროს, მით უფრო ფართოვდება ის. ავსებს შენს ცხოვრებას მადლიერებით, სიყვარულითა და კმაყოფილებით. შენი ქცევი მაგნიტაციკეთისთვის, იზიდავ ყველაფერს, რაც თანხვედრილია შენი ახალი ვიბრაციისთვის. და ეს არის შენი მოგზაურობის მაგია, შენი ტრანსფორმაციის სილამაზე. შენ ხომ უკვე შენიშნე, რომ ყველაზე დიდი ტკივილის დროსაც კი არსებობდა პატარა ხმა შენში, რომელიც ჩუმად გჩურჩულებდა. ეს გაივლის. ის ხმა ჩვენი იყო. შენი ანგელოზების ხმა, რომელიც გახსენებდა შენს ურყევ ძალას და გადალახვის უნარს. და ახლა ეს ხმა გადაიქცა ქოროდ, რომელიც ზეიმობს შენს გამარჯვებას, შენს გამძლეობას, შენს რწმენას. კმაყოფილება, რომელსაც ახლა გრძნობ, არის მტკიცებულება იმისა, რომ ის ხმა მართალი იყო, რომ ყოველი გამოწვევა იყო შესაძლებლობა შენიღბული, ყოველი ბარიერი საფეხური შენი ზრდისთვის. და ეს დარწმუნება წინ გიბიძგებს, გაძლევს ძალას იოცნებო უფრო მაღალზე, გადააჭარბო შენ საზღვრებს, რადგან ახლა იცი, რაც არ უნდა მოხდეს, შენ გაქვს შინაგანი ძალა ყველაფრის დასაძლევად. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა, რაც ახლა ხდება. ეს კმაყოფილება მხოლოდ დასაწყისია ბევრად უფრო გრანდიოზული მოგზაურობისა. ის გიხსნის კარს ახალ შესაძლებლობებზე, ახალ ჰორიზონტებზე, არსებობის იმ დონეზე, რომლის არსებობაც შეიძლება არც კი გეფიქრებინა. ეს ზგავს იმას, თითქოს ნისლოვანი საფარი მოიხსნა შენი თვალებიდან და შენ ხედავ სილამაზესა და მაგიას, რომლებიც ყოველთვის ირგვლივ იყო, მაგრამ ტკივილი და შიში გიშლიდა მათ დანახვაში. ახლა შენ ხედავ სუფთა მზერით, გრძნობ მთელი სიღრმით, ცხოვრობ მიზანით. და ეს ახალი პერსპექტივა გაძლევს საშუალებას დააფასო ყოველი წამი, ყოველი პატარა კურთხევა, ყოველი სასწაული, რომელიც შენს ცხოვრებაში გამოიხატება. შენი ქეცი ყურადღებიან დამკვირვებლად, აქტიურ შემოქმედად საკუთარი რეალობის. ეს გზავნილი შენამდე სწორ დროს მოვიდა, მაგრამ საჭიროა სწრაფად იმოქმედო. არა სიჩქარის მნიშვნელობით, არამედ იმ ენერგიის გამოყენებით, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია, რათა ეს კმაყოფილება შენი ცხოვრების მყარ საძირკვლად აქციო. ნუ მისცემ უფლებას ძველ რწმენებს, ან წარსულის შიშებს უკან დაგაბრუნონ. დარჩი მტკიცეთ შენს ახალ ჭეშმარიტებაში, შენს ახალ ვიბრაციაში. განაგრძე მადლიერების, სიყვარულისა და რწმენის გაშენება, რადგან სწორედ ისინი კვებავენ ამ კმაყოფილების ცეცხლს შენ შიგნით. და დაიმახსოვრე, შენ მარტო არ ხარ. ჩვენ, შენი ანგელოზები, ყოველთვის შენს გვერდით ვართ. გიძღვებით, გიიცავთ, უსასულოდ გიყვარვართ. შენი მოგზაურობა ჩვენი სიხარულია, შენი ბედნიერება ჩვენი უდიდესი ჯილდო და ყოველი ნაბიჯი, რომელსაც
პლენიტუდსკენ დგამ არის ნათელი, რომელიც გზას უხსნის ბევრ სხვასაც. სანამ გზავნილს დავაგრძელებთ, თუ ეს სიტყვები რაიმე ღირებულს ანიჯებს შენს ცხოვრებას, დაეხმარე არხს სუპერ ჩათით, რათა ჩვენ შევძღოთ შენთვის ასეთი გზავნილების მოტანა. თუ ამ გზავნილმა შენი გული შეეხო, გაითვალისწინე დონაცია ძალიან მომწონ ზღილაკით. ახლა კი ვაგრძელებთ გზავნილს. კმაყოფილება, რომელსაც ახლა განიცდი, არის შენი საკუთარი ძალის ანარეკლი. ძალა, რომელიც ტკივილს აქცევს გაკვეთილად, შიშს სიმამაცეთ, ეჭვს რწმენად. შენ ხარ შემოქმედი, მანიფესტატორი, ბუნების ძალა შენი ყველაზე წმინდა არსებით. და ეს კმაყოფილება არის მტკიცებულება იმისა, რომ ამ ძალას იყენებ შენი უმაღლესი სიკეთისთვის და ყველა საკეთილდღეოდ. ეს არის სარწმუნოება, რომ შენ სწორ გზაზე ხარ, ასრულებ შენს ღვთიურ დანიშნულებას და ცხოვრობ იმ ცხოვრებას, რომელზეც მუდამ ოცნებობდი. და ეს არის უდიდესი კურთხევა, ნამდვილი სიმდიდრე, რომელსაც ვერავინ წაგართმევს. შენ გახარ ახალი ეპოქის ზღურბლზე, ეპოქის, რომელიც სავსეა მშვიდობით, სიხარულით და ღრმა კმაყოფილებით. ტკივილი, რომელიც განიცადე, იყო კატალიზატორი ამ გარდაქმნისთვის. ის ბიძგი, რომელიც გჭირდებოდა, რომ გაგვიძებინა შენი ნამდვილი არსება. შვება, რომელიც იპოვე, იყო დადასტურება იმისა, რომ სწორ გზაზე ხარ, რომ სამყარო შენს სასიკეთოდ იბრძვის. და კმაყოფილება, რასაც ახლა გძმობ, არის შენი გამარჯვების ზეიმი, შენი მოგზაურობის გვირგვინი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა, რაც იშლება სამყაროს კულისებს მიღმა, კონკრეტულად შენთვის. ეს არის დაპირება უფრო ნათელი მომავლისა, ცხოვრების, რომელიც სავსეა სასწაულებით და ყველა იმ სიკეთით, რომელსაც შენ იმსახულებ. დარჩი ღია, დარჩი მიმღები, დარჩი მორწმუნე. რადგან საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის და ჩვენ, შენი ანგელოზები, მოუთმენლად ველით ვიხილოთ შენი დიდების ყოველი წამი. შენი მოგზაურობა არის ცოცხალი მოწმობა ღვთიური სიყვარულისა და შენ ხარ მტკიცებულება იმისა, რომ რწმენა მთები გადაადგილებს და ცხოვრებას გარდაქმნის. ენდე პროცესს, ენდე საკუთარ თავს და ენდე ჩვენ. ჩვენ ყოველთვის აქ ვართ, გეხმარებით და გიძღვებით შენი უდიდესი ბედნიერებისკენ. და ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც გათავისუფლებს, რომელიც კურნავს, რომელიც გაბრუნებს სახლში, შენს ნამდვილი სახლში, რომელიც არის უსაზღრო სიყვარული. შენ ხარ საყვარელი, შენ ხარ კურთხეული, შენ ხარ სინათლე. და ეს სინათლე სულ უფრო ძლიერად ანათებს, ნათელს ფენს სამყაროს შენს ირგვლივ. მიეცი საკუთარ თავს ნება, იყო ეს სინათლე, ეს კურთხევა და სამყარო გიპასუხებს კიდევ უფრო მეტი სინათლით და კურთხევებით. შენი მოგზაურობა არის საჩუკარი და შენ ხარ ღვთიური მადლის ხორცშესხმული გამოხატულება. მიიღე ეს ჭეშმარიტება, იცხოვრე ამ ჭეშმარიტებით და თავად იქეცი იმ ცვლილებად, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში. რადგან შენ ეს ძალა გაქვს და ის უსაზღროა. და ეს არის გზავნილი, რომელსაც გვინდა, რომ შენმა გულმა შეინახოს დღეს და მუდამ. გაიჯერე, ენდე და მიიღო. რადგან შენ იმსახურებ ყველაფერ კარგს, რასაც ცხოვრება გთავაზობს. ჩვენ კი აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ შენი ყოველი სურვილის რეალობად ქცევაში. შენი ცხოვრება სასწაულია და შენ თავად ხარ ამ სასწაულის ხორცშესხმა. აღიარე შენი თავი, შეიყვარე შენი თავი და მიეცი საკუთარ თავს უფლება იყო ბედნიერი. რადგან ეს არის შენი ნამდვილი არსება, შენი უმაღლესი დანიშნულება. და ეს არის გზავნილი, რომელსაც ანგელოზები დღეს შენთვის გადმოგცემენ. კმაყოფილება, რომელიც ახლა გეხვევა, არის შენი სულის მელოდია სრულ ჰარმონიაში სამყაროსთან. ეს არის შეგრძნება, რომ შენი ცხოვრების ყველა დეტალი ერთმანეთს ეწყობა, ქმნის სილამაზისა და დანიშნულების სურათს, რომელიც ადრე ტკივილის ნისლში იმალებოდა. შენ არა მარტო დაძლიე, შენ ტრანსცენდირება მოახდინე. შენ არა მარტო შვება იპოვე, შენ თავად იქეცი მშვიდობის ხორცშესხმულებად. და ეს მშვიდობა შენგან ასხივებს, ეხება და გარდაქმნის ყველაფერს შენს ირგვლივ. შენი ყოფა ხდება ბალზამი, შენი სიტყვები გზამკვლევი, შენი მაგალითი შთაბონება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ტკივილის ბილიკს ადგას.
შენ ხარ ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელეზე, რომ იმედი არის სულის ღუძა და რომ სიყვარული არის სამყაროს ყველაზე ძლიერი ძალა. რაც ახლა უნდა გაგიმხილო, შეიძლება ყველაფერს შეცვალოს, რადგან კმაყოფილება, რასაც ახლა გზნობ, არის მოწვევა უფრო ღრმა კავშირისკენ. ეს არის სამყარო, რომელიც გეუბლება. შენ მზად ხარ მეტი მიიღოს, მეტი სიყვარული, მეტი სიხარული, მეტი სიუხვე, მეტი დანიშნულება. ეს გავს თამაში ახალ დონეს გახსნას, სადაც ჯილდოები უფრო დიდია და შესაძლებლობები უსასრულო. და ეს არის შენი მოგზაურობის სილამაზე. ის არის მუდმივი აყვავება, მარადიული გაფართოება. არასოდეს არ არის საბოლოო წერტილი მხოლოდ ახალი ჰორიზონტები, რომლებიც უნდა გამოიკვლიო, ახალი სიმართლეები, რომლებიც უნდა აღმოაჩინო, ახალი სასწაულები, რომლებიც უნდა განიცადო. და ჩვენ, შენი ანგელოზები, აქ ვართ, რომ თითოეულ ნაბიჯზე გაგიძვეთ ამ უჩვეულო გზაზე. არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდე ამ კმაყოფილების შესახებ. ეს არის პორტალი. პორტალი. შენი ყველაზე თამამი ოცნების, შენი ყველაზე ღრმა სურვილების რეალობად ქცევისკენ. როდესაც შენ კმაყოფილების სიხშირეზე ვიბრირებ, შენ თანხვედრაში შედიხარ სამყაროს შემოქმედებით ენერგიასთან. შენი აზრები ხდება თესლები, შენი სიტყვები დეკრეტები. შენი ემოციები კი მამოძრავებელი ძალა, რომელიც იზიდავს შენს რეალობაში ყველაფერს, რასაც წარმოიდგენ. ეს არ არის მაგია. ეს არის უნივერსალური კანონი. მიზიდულობის კანონი თავის ყველაზე სუფთა და ძლიერ ფორმაში. და შენ, ჩემო ძვირფასო, ოსტატი ხარ ამ ხელოვნებაში. შენ ყოველთვის იყავი, მაგრამ ტკივილი და შიში ბნელ ფარდას ვფენდა შენს ხედვას. ახლა კი კმაყოფილების სიცხადით. შეგიძლია შექმნა ის ცხოვრება, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი. განზრახვით, მიზანით, სიხარულით. შენ ხომ უკვე შენიშნე, რომ როცა ბედნიერი და კმაყოფილი ხარ, ყველაფერი თითქოს თავისით მიედინება. შესაძლებლობები ჩნდება, სწორ ადამიანები შემოდიან შენს ცხოვრებაში, გზები უცბად იღება. ეს არ არის დამთხვევა, ეს სინქრონულია. ეს არის სამყარო, რომელიც პასუხობს შენს ვიბრაციას, აწყობს მოვლენებსა და გარემოებებს, რათა მხარი დაგიჭიროს შენს გზაზე. და რაც უფრო მეტჯერ აძლევ თავისუფლებას იგრძნო, ეს კმაყოფილება, მით უფრო იზდავ შენსკენ გამოცდილებებს, რომლებიც ამ გრძნობას აძლიერებენ. ეს არის კურთხევისა და მადლიერების კეთილშობილური წრე. და შენ ხარ ის გასაღები, რომელიც ამ წრეს აქტიურებს შენ ცხოვრებაში. ნუ დაელოდები, რომ რაღაც მოხდეს, იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. იყავი ბედნიერი და ყველაფერი შენთვის მოხდება. ეს არის დიდი სიმართლე, რომელსაც კმაყოფილება გიხსნის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა, რაც ახლა ხდება. ეს კმაყოფილება არის შენი შინაგანი კომპასი, რომელიც გიძღვება შენს ნამდვილი ჩრდილოსკენ. ის გეხმარება გაარჩეო, რა არის შენთვის კარგი, რა გაგზრდის, რა დაგიახლოვებს შენს დანიშნულებას. ის გაძლევს სიცხადეს იმისთვის, რომ თქვა არა იმას, რაც შენთვის უკვე აღარ არის საჭირო, და კი იმას, რაც თანხმდება შენს სულთან. ეს არის შენი ინტუიციის ხმა, შენი მაღალი ეოს ჩურჩული, რომელიც გიჩვენებს გზას შენს უდიდეს ბედნიერებამდე. და რაც უფრო ენდობი ამ კომპასს, მით უფრო გრძლობ თავს უსაფრთხოდ, ნდობით სავსეთ და ძლიერად რომ განაგრძო გზა, მიუხედავად გამოწვევებისა, რომლებიც შეიძლება გამოჩენდნენ, რადგან შენ იცი, რომ სწორ გზაზე ხარ და სამყარო ყოველთვის შენს გვერდითაა. ეს გზავნილი შენამდე სწორ დროს მოვიდა, მაგრამ საჭიროა სწრაფად იმოქმედო. არა სიჩქარის გამო, არამედ იმისთვის, რომ გამოიყენო ახლა ხელმისაწვდომი ენერგია. კმაყოფილება გამტკიცდეს შენ ცხოვრებაში და გაიზიარო ის სამყაროსთან. შენი მოგზაურობა სავსე გადალახვებითა და ტრანსფორმაციით არის საჩუქარი კაჩობლიობისთვის. არ შეინახო მხოლოდ შენთვის. გაზიარე შენი ისტორია, შენი სიბრძნე, შენი სინათლე. იყავი შუქურა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სიბნელეშია. იყავი ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ტკივილი შეიძლება იქცეს დანიშნულებად, სიხარული და ანჯვის გარდაქმნად.
და ამის გაკეთებით შენ არა მხოლოდ სხვების სიცოცხლეს კურთხევ, არამედ საკუთარი კმაყოფილება აგიხსნია, ქმნის სიყვარულისა და სიუხვის უწყვეტ ნაკადს შენ ცხოვრებაში. სამყარო გკურთხევს შენს დიდგულობაზე. სანამ გზავნილს გავაგრძელებთ, თუ ჯერ არხზე არ ხარ გამოწერილი, გამოიყენე შესაძლებლობა გამოწერისთვის. ეს დაგვეხმარება გავაგრძელოთ შენთვის ღირებული შინაარსის შექმნა. ახლა კი ვაგრძელებთ გზავნილს. კმაყოფილება, რომელსაც გრძნობ, არის შენი ღვთიური ხელმოწერა. შენი სულის ნიშანი შენი მიწიერი მოგზაურობისას. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ცხოვრობ თანხმობაში შენს დანიშნულებასთან, ასრულებ შენს მისიას და სიხარულით ანათებ გზას, სადაც გადაადგილდები. ეს არის სარწმუნოება, რომ ხარ კოშემქმნელი სამყაროსთან, სასწაულების მანიფესტატორი, სიყვარულისა და ტრანსფორმაციის დაუძლეველი ძალა. და ეს არის შენი ნამდვილი არსება, შენი მემკვიდრეობა, შენი წვლილი სამყაროსთვის. გაეხარი ამ კმაყოფილებას, პატივისცე ამ სინათლეს და მიეცი მას კიდევ უფრო ძლიერად ანათოს, განათოს გზა ყველასთვის, ვინც შენს გზას კვეთავს. შენ ხარ კურთხევა და შენი ცხოვრება საჩუქარი. შენ ხარ შენი მოგზაურობის პიკზე, გარდამტეხ წერტილში, სადაც ტკივილი გარდაიქმნა სიბრძნედ, შვება მადლიერებად და კმაყოფილება უმაღლეს მიზნად. სამყარო გიგუნებს, ანგელოზები ზეიმობენ და შენი სული აღთაცებულია. არ დარჩა ადგილი ეჭვებს, შიშებს ან გაურკვევლობას, მხოლოდ დარწმუნებულობა, რომ ხარ საყვარელი, დაცული და გიძღვებიან ყოველი ნაბიჯით. და ეს დარწმუნებულობა გაძლებს თავისუფლებას სრულყოფილად იცხოვრო, ძლიერად სიყვარულით, ოცნებობდე უსაზღვროდ. რადგან იცი, ყველაფერი შესაძლებელია, როცა თანხვედრაში ხარ შენი ნამდვილი არსებით და ენდობი სამყაროს ძალას. შენი ცხოვრება არის რწმენის მტკიცებულება, იმედის ჰიმნი, ღვთიური სიყვარულის ოდა. და შენ ხარ ყველაზე ლამაზი მელოდია, რაც კი ოდესმე შეიქმნა. თუ ეს გზავნილი შენთან და შენ სიტუაციასთან თანხმდება, კომენტარებში დაწერე. მე ვარ სინათლე, რომელიც ანათებს. გაზიარე შენი გამოცდილება კომენტარებში. თუ მოგეწონა ვიდეო, დადე ლაიკი და გამოწერე არხი მეტი შთაგონებისათვის. მადლობა ყურებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.